ვიღაცას რო ეღადავები შეიძლება გამოიყენო ინგლისური ფრაზა pull someone's leg. Pull his leg, pull her leg, რომელიც კესის არის მაგის მიხედვით. რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგო. უბრალოდ პირდაპირ მნიშვნელობით თუ გაიგებ ნიშნავს ფეხის წამოდებას, მაგრამ არა პირდაპირ მნიშვნელობით, ანუ გადატანითი, ანუ იდიომატური მნიშვნელობით ნიშნავს, რომ ატყუებ რაღაცას ადამიანს, რომ ეღადავები, ემასხრები. Are you fucking kidding me? Yeah. Are you pulling my leg? Are you pulling my leg? ამ იდიომის წარმოშობის ისტორია ცოტა ბუნდოვანია, თუმცა ხშირად უკავშირებენ მე-18 საუკუნის ინგლისს, სადაც თურმე მძარცველები წვილებში მუშაობდნენ. ერთი ფეხს წამოუდებდა ადამიანს და ის სანამ მიწაზე იყო დაგდებული, მეორე მივიდოდა და გაძარცვავდა ამ ადამიანს. აი ესეთი ამბავი არის და აქედან მერე ღადაობაზე რატო დამკვიდრდა ეს pull someone's leg, არ ვიცი, მაგრამ ხშირად ისტორიკოსები ამ ამბავს უკავშირებენ ამ იდიომის წარმოშობას. Have you any money on you to help with the cause? Well, I didn't. I'm pulling a leg. ზოგი თulis რომ არაფერი წარმოშობის ისტორია არა აქვს ამას. ფეხს რო წამოუდებ ხუმრობით ადამიანს, ეგ მეტაფორა არის და მეტი არაფერი. Anyway, რავი, რა მნიშვნელობა აქვს წარმოშობის ისტორიას? თავარია რომ ძალიან გავრცელებული იდიომაა და ძალიან ხშირად კითხულობენ ხოლმე ამას სხვათა შორის, რომ აი ღადაობა როგორ არის ინგლისურად ღადაობა და მეღადავები, ეღადავები ან რაღაცა და არის pull someone's leg. ხო, შვენიერი გავრცელებული ფრაზა არის და გირჩევთ რომ გამოიყენოთ.